მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელები. ეთერშია კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიო სახელწოდებით რადიო სწავლა. მე მისი წამყვანი კატო დემეტრაშვილი ვარ. ეთერშია დღის ამბები. საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით დაბა მაგლისის ტაძრის ეზოში პროექტი გმირის დღე გაიმართა. ღონისძიება ცოდნის პარაკლისით გაიხსნა, შემდეგ კი ტაძრის ეზოში ადგილობრივ აუდიტორიასთან ერთად მოხსენებლებმა შემეცნებითი და ინტერაქციული შეხვედრა გამართეს. ღონისძიებას თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი მიხეილ აფციაური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. დასასრულს ღვაწლმოსილი მოხსენებლები მეუფე ანანიამ სიგელებით დააჭიროა. დიდებული შეკრება იყო მეუბნელთა ორგანიზატორებს კარგი გაკეთებული მიიღეს გურიელთა თავდადებისგან. პროექტის ინიციატორი გახლავთ საქართველოს პარლამენტის დედათა და ბავშვთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელმაც საქართველოს ყველა რეგიონს და მუნიციპალიტეტებს წარუდგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლე ახალგაზრდობის პატრიოტულ აღზრდას იმ რეგიონში, იმ მუნიციპალიტეტში, იმ სოფელში ისტორიული გმირების მოძიებას და გაცნობას და მოსწავლე ახალგაზრდობისათვის ეროვნული სიამაყის ჩანერგვას. მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს კოდის დევნილთა დასახლების კულტურის ცენტრში ევროკავშირის კულტურის დღეების კვირეულის ფარგლებში გაიმართა ქართული კულტურული მემკვიდრეობის დათვალიერების დღე. ღონისძიება ჩატარდა ერედვის კულტურის სახლის მიერ და ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო კოდის სათემო განათლების ცენტრმა, რომელმაც ქალბატონ მადონა ოქროპირიძის ხელმძღვანელობით მოაწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. სტუმრებმა ევროკავშირიდან აღფრთოვანება ვერ დამალეს დევნილი ბავშვების მიერ მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრების ნახვის შემდეგ. ევროკავშირის წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს დევნილ ბავშვებს, რომლებიც ვოკალური სიმღერითა და ქორეოგრაფიით წარსდგნენ დღევანდელ დღეს სცენაზე და ჩვენი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურეს. კვირეული დაფარავს დევნილთა ყველა ცენტრს და დამთავრდება 17 ოქტომბერს, როცა აღინიშნება კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღე.